საღამო მშვიდობისა ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო პუბლიკა, ჩვენო ერთგულო მაყურებელო. ახლა საღამოს 10 საათია, ეს რუსთავი 2-ია და თქვენ უყურებთ ბატა და ნიკას შოუს. ბატა და ნიკა შოუს კი მუსიკალურად ამხნევებს და თქვენს კეიფსა და დროსტარების განწყობაზე ზრუნავს ქსორერები და გიორგი შოშიტაშვილი. ძალიან სასიხარულო ამბით გვინდა დავიწყოთ დღევანდელი გადაცემა. მართალი ანონსებიდან უკვე შეიტყობდით, მაგრამ ამ შოუში გაგონილს კიდევ უფრო სხვა ფასი აქვს დამეთანხმებით. 16 მაისიდან, ანუ ზეგიდან, თქვენი საყვარელი ტელესერიალი მიხო და მარო რუსთავი 2-ზე ბრუნდება. აი დეგავო კი არა და უკაცრავად დიახ ამ შაბათს და კვირას უკვე რუსთავი 2-ზე გაგრძელდება ის სეზონი, რომელიც კომედი არხზე გადიოდა. დიახ, ახალი სერიებით ბრუნდებით რუსთავი 2-ზე. კეთილი და პატიოსანი. სერიალი ბატა და ნიკას შოუსი არ იყოს, საღამოს 10 საათზე დაიწყება. ანუ 9 საათიანი კურიერის შემდეგ და აბა თქვენი წით არ გამოტოვოთ და მე არ დამერეგოთ მომიყევი და რა მოხდა და აი ახლა მაგას თქვა არ უნდა ჩემო ნიკა. ვინ გამოტოვებს მიხოს და მაროს? არ გადამრიო თან რა სერიები უწევს? ანუ სასაცილო იგულისხმე. არა, ბოემიკა. რა თქმა უნდა, სასაცილო. შენ თუ იცი ჩემო ნიკოლოზ, რომ მიხო და მაროს ყურებისას 9 საათში სიცილისგან უფრო მეტ კალორიებს ხარჯავს ადამიანი, ვიდრე კილომეტრიანი სირბილისას. ხო? ბრიტანელმა მეცნიერებმა გამოიგული ეს ამბავი? არა, მე გეუბნი. აი გუში სამონტაჟოში ხო ნახე მიხო და მაროს ახალი სერიები. მე ამ დილითაც ვუყურე და 2 კილო მაქვს დაკნებული. შემომხედი, არ მეტყობა? ძალიან, ეგ ისე მაგარი მითხარი. ამ შაბათ კვირას რო ვნახავ, მე გადავახვევ, კიდევ ვნახავ. შემდეგ შოუს ჩაწერაზე შევეჯიბროთ, ვის უფრო ექნება დაკლებული, ნახებ, ვიქნები როგორც იმერეთში თქვენ ფარჩხზე გადასაკიდებელი. ხათა შორის ბიოშენსუატი არ იქნება ურიგო. 10 კილომეტრი არ არის მაინდა-მაინც საჭირო ირბინო, დაჯექი და უყურე რუსთავი 2-ზე 16 მაისი და საღამოს 10-ზე მიხო და მაროს და გახდები. რა გითხრა მეტი? არადა წონის დაკლება საჭიროა. სანამ დაწყება, როგორც მეცნიერები ამბობენ, 2026 წელი ყველაზე ცხელი იქნება. ეგ მეც გავიგე და ამ ინფორმაციის გავრცელებისთვის კონდიციონერების ქარხნებმა მეცნიერები ფულადი პრემიებით და თითო კონდიციონერი დააჯდა. ჯანდაცვის სამინისტრო გვაფრთხილებს, რაც შეიძლება მეტი სითხე მივიღოთ. შეხედე როგორ გაებადრათ სახე, გაუხარდათ. ლუდი არაო, სითხე, წყალი იგულისხმება. მთლად მასეც არ არის ჩვენი ქართველი კაი პურიმშჭამელი მეცნიერები გვირჩევენ, როდესაც დიდი სიცხე დაიწყება, მხოლოდ ჩაციებული რქაწითელი და ძიცგაც ოლიგაური შეგვიძლია მიიღოთ. აი რა ვითარ შემთხვევაში არაყი და ჭაჭა. აგაშენა ღმერთმა, მაგას რა ჯობია. თან აჭარლებს ზაფხულში კაი ტურისტული სეზონი ექნება. მაღალ ტემპერატურაზე ხო გზა გაფართოვდება. შესაბამისად საცობებიც აღარ იქნება. კი და კახეთში პირდაპირ მოხალული მზესუმზირის მოსავალს აიღებენ. მოკლედ სანამ ძალიან დაცხება, მანამდე ასტროლოგები იძახიან, რომ მაისში მეტეორული წვიმაა მოსალოდნელიო. მე რომ მიყვარს ის სიმღერა როგორ უნდა ვიღერო, მე გაზაფხულის წვიმა მიყვარს მაისის თქეში, მეტეორი რომ მოხდება უცებად პრიეტიში. მაისში პაემაზე შეყვარებულს თამამად შეგიძლიათ უთხრათ რომანტიული ხმით. ეს ვარსკვლავები შენთვის მიჩუქნია, ჩემო ძვირფასო. და ეგება მაგ დროს დაემთხვეს და მოხდეს თავში რომელიმე იქვე ჩამოვარდნილი მეტეორი. გატაირება ის ქალის წყარო. რას ლაპარაკობ? მოიცა, მან გრამატიკული შეცდომა, მე მგონი, მეტეორული წვიმა კი არა, მეტეოროლოგები ამბობენ, წვიმა მოსალოდნელიო.
მაგათ ხო წერა ვერ ვასწავლე რა ნორმალურად. არ ვიცი რომელმა აკრიფეთ ეს ტექსტი 20 ლარი დაკვითულია ხელფასიდან ეს ნამდვილად ვიცი. მოკლედ არ ვიცი. აგძელე. კი შეგვჭამეს ამ მეცნიერებმა კვლევებით, მაგრამ ესეც უნდა ვთქვა. მამაკაცები პლანეტას უფრო მეტად აზიანებენ თურმე ვიდრე ქალები. არ იქნება ეგ მართლა. ქალები უფრო აზიანებენ, მაგრამ კაცები ჩვენ თავზე ვიღებთ. ეს მისამაში, ეგრეა წეს. და ქალები რატო არ აფუჭებენო, ვითომ შილაკი გაუფუჭდება? თუ რა ვერ გავიგე. ნავთობს მამაკაცები მოიპოვებენ, ალმასებს, ბრილიანტებს, ოქროს და სადმი აქვს შემდეგ თუ იცი ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა ქალთან. მაგათ გამოა რომ გადავთხარეთ აკაურობა. კი ბატონო, ანუ ქალის გამო ვაზიანებთ რას? დედამიწ. არა, ეს აშკარად ქმარზე გაბრაზებული ქალი მეცნიერის კვლევა. დასკვნაში რა წერია, იცი? რაო? კაცების უმეტესობას აისბერგის დნობაზე მეტად ის ადარდებს, საყინულეში ლუდი რომ მალი არ ცივდება. აი, ეტა, უნა. არა რაც მე აისბერგზე მაქვს ნანერვიულე. კაი ამბავს გეტყვი. ალიასკაზე შემოიღეს კანონი, რომელიც ხმაურს აკრძალავს. ხალხი იქ დასასვენებლად ჩადის და წრარად იყავითო. სადადის კაცო ხალხი დასასვენებლად არ გადამრიო. რა ჯანდაბა მინდა ალიასკაზე დასასვენებლად, აი რა დაერა. რა ვიცი მე, ანუ რა გამოდის ალიასკაზე ტყეში რომ დაიკარგო, არ უნდა იყვირო, თორემ ჯარი ვაიმხელა, გლებმა შეგჭამონ ჯობია. ამიტომ ყავს ალიასკას საფეხბურთო გუნდი, თორემ გოლის დროს მთელი სტადიონის დაჯარიმება მოუხდებოდა. რა ლაპარაკობ. კი, არც ოპერა აქვს მაგაჭირებულებს. ისე მან თამადობა იქნება მაგარი. სმენა იყოს და გაგონება და სიჩუმეს ყვირილი არ მოგიწევს. ყველა ჯუბად. აი ხა დავფიქრდი და ამ ზაფხულს ალიასკაზე წავიყვან სიდეთს დასასვენებლად. მეც დავისვენებ და ყურებით. უი, რა გამახსენდა ისე ჩვენი თეატრის გასტროლს ხო ვაპირებდით ალიასკაზე ჩვენ. იქ თან ხმამაღლა და ყვირილით ლაპარაკობდა, რა უნდა ვქნა მაგ დროს. არ ვიცი, მე $2000 ნამდვილად ვერ გადავიხდი და რა ვიცი, გავარებოთ და პანტომიმად გადავკეთეთ ბოლო-ბოლო. ეგეცი არ არის ცუდი აზრი. მანამდე კი 23 და 24 მაისს შემოძვირფასებო გელოდებით პაატაგულიაშვილის კომედიის თეატრში, უკვე სეზონი მთავრდება, ბოლო სპექტაკლებია და რამდენიმე ბილეთიც დარჩა. კი ბატონო. მოკლედ 23-24 ამ სეზონზე ბოლო წარმოდგენები გელოდებათ და რა თქმა უნდა ზუსტად ვიცი რომ ბილეთები შეიძლება საუბრობ და უკვე არა, მაგრამ მაინც ვიცი რომ უნდა შეგახსენოთ მათ ვისაც ელოდება, ვინც ელოდებით მოკლედ ამ ინფორმაციას. ახლა კი კრიმინალური ამბები. ხაშურში საათების მაღაზია გატეხეს. აი, კაცო. და ზუსტად რომელ საათზე მოხდა ძარცვა ნეტარი? არის? ყველა საათი წაღებულია. საიდან გაარკვევა? ერთი ისიცია რომ ძარცველს მანქანაში ჰქონია ჩართული ის სიმღერა. დრო-დროზე ჩქარა მიკროდა. ასევე წაღებულია თურმე ცოცხალი თევზი, 2 ბოთლი არაყი და ზეხვი საექიმო. ჯამრთელობაზე ზრუნავდნენ ეთყობა. ვიცი. საათების მაღაზიაში რა უნდა და ცოცხალ თევზს. ზეხვს და არას. აბა საათს არავინ ღიდულობს ხაშურში. რა ეკეთებინა გამყიდველებს. როგორც ამბობენ გამოძიება მცხელ წიწაკაზე დააკავა მძარცველები. დაიჭირეს? ხოჩახ რამდენ ხანში? იმ საათში. ახლა ისეთი ამბავი უნდა წავიკითხო, შენ რომ არ გესიამოვნება მაინც და მაინც. ისმენ? თელავში. რა გინდა, ეხა არ მოიგონო არაფერი. თელავში სტომატოლოგმა პაციენტს შეცდომი ჯანსაღი გმილი ამოუხო. კარგად წაიკითხე, გურჯანი ეწერება მანდა. რა ვიცი, თელავი წერია ძმაო, მე. მერე წაიკითხე, გურჯანი ვინ გამოწვევს, რა გინდა კაცო? კაი დროსია. აი რა მოხდა მერე? გააგზელე, რა აზრი აქვს, თქვი უკვე. მოკლედ ამ პაციენტს ანესთეზიაზე უარი უთქვამს. ნემსის მეშინიაო და ექიმის და ისიც ჭაჭით გამომთვალა. აბა რა ეკნა ეხლა ექიმსაც?
მარტო ხო არ დალებდა კაცო პაციენტი, არ არის ეგ წესი. კარგა, მოკლედ კარგად რომ დათვრენ პაციენტს უთქვამს. ბავშვობაში რომ მეუბნებოდნენ ამოღებული კბილით აქვს უნდა დაანახო და კაი კბილი ამოგივაო მართალია ეგო? და ამან რატომ ყავს აქ ამდენი ვირთხები? თუ იცი შენო? პანდრო დასწრებია ფეხებშია, რატო დარბიან? აო? კაი რა გურჯაში მოხდა ეს ამბავი. გურჯანში იტყვება ხალხო. კი ბატონო, მასე იყოს. მოკლედ პაციენტი კბილის ექიმთან შესულა როგორც სოსოს ისაური და გამოსულა შაშაშიშაური. არა და მეც როგორ მეშინოდა ბავშვობაში კბილის ექიმის, ხო, გეტყობა, იმიტომ გავს ყველა კბილი პირში შაციკციკებული. არა და დედა ჩემი, ხან ნაყინს პირდებოდა გიყიდიო, ოღონ წამოდიო ხან დონალდოს კევას. გახსოვს რა მაგარი იყო დონალდოს კევები. ან ის რო იყო გლიასე. რა მიყვარდა ბიჭო? გლიასე არ იყო თელევიზიაში. არა. აქ რო ჩამოდი, რაღაც მარტო იქეთ გვიყვარდა ჩვენ. რაღაც ნოსტალგია შემოგიყვარა და მართლა ხო არ ბერდები, რა მოგივიდა? რა მეტყობა ხო? დამერების. ეს ჩაღარა ხო არ გონია შენ? უბრალოდ ისეთი ქერავა რომ მასე ჩანს. თუმცა პედა გიორგი სწორედ ნოსტალგიურ თემატიკაზე გავაკეთეთ ისეთი კარგი სიმღერა რომ ძალიან მოგეწონება შენს და ჩვენს მაყურებელსაც. მე ამას მიმალავდი? შენ გამაჭარა ხარავე მე? მომზადით ბატონო, აგერ და მოგვასმენი, აბა. რა სიმღერაა? ვინ არის? რა გინდათ? კარგი, სიმღერის პრემიერა.